ბავშვთა ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ქოქოსაძე, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შავფაროსნების პრეზიდენტი, ანი ცინცაძე, მოფარიკავე შავფაროსნების წევრი და ასევე მოფარიკავე და ამავე შავფაროსნების წევრი ბაქარ ნათენაძე. შავფაროსანი, მობრძანდი. ოხოხოხო. ეს რა შეგეგებო? მოდით ჩემთან. მე მოვდივარ ნინო შენსკენ. მოგესალმებით. ხო, დაბრძანდით. მობრძანდი, შემობრძანდით. გამარჯობათ. აი, არჩილი წინზე რომ ამხედრდა ასეთი ჩაცმული უნდა ყოფილიყო არა არჩი? რა თქმა უნდა. როგორი ლამენტაციის მელიგაც. ჩვენი 29 სექტემბერი. დღეთა ძალიან საინტერესო ღონისძიება, ესე ვთქვათ, რომელიც დაგეგმეთ და ასე ვთქვათ, აი ესე ლამაზად ჩაცმული მოხვედით ამას ასაუბრეთ. რა ხდება, რა დაიგეგმა? რა ღონისძიებაზე ვსაუბრობთ? 29 სექტემბერი ეს არის ქართული საბრძოლო ხელოვნების დღე და ასევე ქართული სამოსის დღე. შავფაროსნებს და ზოგადად ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბოლო 10 წლების განმავლობაში სულ ჰქონდა იდეა რომ გავუეკეთებინა ფესტივალი. და წელს მოგვეცა საშუალება ფონდის დახმარებით და პირველად იმართება საქართველოში საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი. რას მოიცავს ეს ფესტივალი? პირველი ნაწილი ეს არის მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც გადაკეტილი იქნება კვირას. 15 საათზე დაიწყება ეს მსვლელობა, სადაც იქნება შავფაროსნები, იქნება ჩვენი მეგობრები, იქნება ცეკვის ანსამბლები, რომლებსაც საკმაოდ კარგი ფორმები აქვთ, ასევე იქნებიან ჩოხოსნები, აზიერები, მხედრებიც გვეყოლება უღო მცირე რაოდენობით. არჩილი გაამრავლებს. რაც ნახეთ მივიწოთ აუცილებლად ნიჭი გააძლოვა. და შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ რიყის პარკში, სადაც იქნება სპორტული შეჯიბრებები და ის რაცაც ამ წლების განმავლობაში საბრძოლო ხელოვნება ვაკეთებდით, იქნება შემაჯამებელი ამ ყველაფრის. ანუ ეს არ იქნება ერთი საჩვენებელი, იქნება საჩვენებლის საკმაოდ დიდი წარმოდგენები, ასევე იქნება ბაზიერების შოუ, იქნება შეჯიბრი ძალის გამოცდაში და საკმაოდ საინტერესო სანახაობას ვპირდებით მოსულ მაყურებელს. ბაზიერების შოუ რაღაა ერთი მითხარით? ანუ რაც შეეხება ბაზიერებს, ეს არის ირაკლია ორგანიზატორი და უფრო ჩვენ ანუ ფონდს წარმოადგენს. ანუ დეტალებზე მე ვისაუბრებ. კარგი ბატონო. მოგეთ სამოსი ვნახეთ რუსთაველზე, ხო? რუსთაველის გამზირდა და მე რიყის პარკში უკვე მიმდინარეობს, ესეთ კი ხელჩართული ბრძოლა? რუსთაველზეც იქნება რამოდენიმე შეჩერება, სადაც გავაკეთებთ ოღონდ მცირე ნაწილს იმ დიდი საჩვენებისა, რასაც შემდეგ უკვე რიყის პარკში გავმართავთ. მოფარიკავე ქალბატონი მანდილოსანი პირველად ნახე და არ შემიძლია არ გავესაუბრო. კინოში არ ყავდა, მარტო კინოში ყავდა. იცი რა, ხო ეს არ მინახავს ცხოვრებაში. შავფაროსნების წევრი ანი ცინცაძე. გამარჯობა ანი, მოგესალმებით. ცოტა ხანი ხმალს მე დაგიჭერ მიკროფონი და ჩემთან იცი რა მაინტერესებს? ნუ ზოგადად ძალიან კარგია, როდესაც ესეთი რაღაც დაინტერესდება ადამიანი და ნუ როცა კულტურას ესე ვინახავ და ისტორიას მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ შენ რამ დაგაინტერესა? აი რამ განაპირობა ის რომ დღეს შენ მოხვედი აქ ესე ლამაზად გამოწყობილი და თან ორი ხმალი გიჭირავს ხელში. ზოგადად საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა, მით უმეტეს ქართული საბრძოლო ხელოვნება, ეს ჩვენი ტრადიცია და ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთვე ამ საქმიანობაში. აი რაღაც სპორტიდან მიხვედი აქ? მოძრაობის თეატრის მსახიობი ვარ, მე ამავდროულად და ანუ აქტიურ ხო, ფორმაში, სპორტულ ფორმაში. ფიზიკური დატვირთვა ყოველთვის მქონდა. ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლის ნიკოლოზ მომანიშვილის მეუღლე გახდა რაღაც პერიოდის წინ და ცოლ-ქმარმა დაიწყეს თავიდან. ოჯახში ფარიკავა. შემდეგ ისეთ სანახაობა დადგეს, რომ გადავიტანეთ ფართო მაყურებლისთვის. და მისის მიტების ქართული ვარიანტი. რამდენი გოგოა გაერთიანებული თქვენთან? გოგოები, როცა ანი იყო პირველი, ვინც დაიწყო და შემდეგ უკვე გამოჩნდა მიმდევრები, მაგრამ ისეთ ანის დონეზე ჯერ ვერავინ ვერ არის მისული და იმედი გვაქვს, რომ შევქმნით დაინტერესებდია, ასე რომ კოჰორტას როგორ ანის დონეზე მისული, როგორ მაინტერესებს როგორ გამოიყურება ქართული ფარიკაობა დონეზე. შეიძლება რომ რაღაცნაირად თქვენ ხართ ანის მეუღლე? მეუღლე ამ წუთას ვისთან ერთადაც აკეთებს არის. ქალაქში არ იმყოფება, ასე რომ დღეს ექსპრონტად. ასე ბაქარი გაუწევს პაექრობას, ხო? შეიძლება რომ ნახოთ? ეს არ არის საჩვენებელი, ეს არის ნამდვილი ის არა ხაცა, ხო? ნამდვილი ძალით ბრძოლა თუ არა? ნამდვილი ბრძოლა მთავრდება საბოლოო დარტყმით. ჩვენი ბრძოლები მთავრდება ჩვეულებრივად უკვე ჩერდებიან. ეს მაინც ცოტა საჩვენებელი. ხო, საჩვენებელი. შეგიდოდა რომ აი ამ სისტემი არ ვიცი, უბრალოდ ასე მთელი ძალით. კარგად მოუჭირ. ესე იწყება ყველაფერი.
ცხერებს არ მეშინოდა, ამის მეშინია. ნინო, მოდი ცოტა აქეთ გამოიწე. ხმალს არ აყვა შემთხვევით გამოიწე. რა? არ არის საშიში. შემოგიანი. ანი, შენ ესე უყურებ, რომ არაფრის არ მეშინია, ნუ მაშინებო. მიდი ანი, მიდი. როგორ ხდება გოგოს არა მაინც? ცოტა ეშმაკურად უყურებ, ცოტა აბნევ, ცოტა ყველაფერი ჩართულია ამ ყველაფერში. ოხ რა კარგია. დაგნებდა? დაგნებდა? ეს იყო პატარა დეტალი. არტისტი უმაღლესი ქულა. ბრავო. ანი და ბაქარ, ბრავო. ისინა თოცა ხალი არის ფორმაში. მინდა მოგიწვიოთ და მოსაწვევები ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდიდან და ძალიან დიდი მადლობა მაგრამ ფედერაციიდან ამ მოსაწვევებთან ერთად რო გვიამბობთ ამ შავფაროსნების ამბავი ცოტა ისე რაღაცნაირად ხო ისტორია რას კი ბატონო ანუ მე როგორც ასე ვთქვათ ფონდის წარმომადგენელი მე და ირაკლი ვიტყვით რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ეს პროექტი, როდესაც მიმდინარეობდა უშუალოდ განხილვის პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ასეთი მასშტაბური სახის ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა, ასე ვთქვათ, კულტურული თვალსაზრისით, თვითყოფადობის დაცვის და მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაფინანსდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან, აქედან გამომდინარე ერთხმად დაუჭირეთ მხარი ამ პროექტს და ის უკვე ხორციელდება. თვითონ ღონისძიება არის უპრეცედენტო მასშტაბის, იქიდან გამომდინარე, რომ არის პირველი და გაერთიანებულია ორი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, კომპონენტი, ეს არის ცალკე აღებული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ცალკე აღებული სამოსის დღე, რომელიც ერთიანად დატვირთული და დახუნძულია როგორც ირაკლი თქვა სხვადასხვა ღონისძიებებით. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ასევე ჩვენი ასეთოსმენელებისთვის და მაყურებელთათვის, რომ დასწრება არის თავისუფალი, მოუწოდებ ყველამ, რომ იაქტიუროს და მოვიდნენ, თუ არის იმის საშუალება, რომ ქართული სამოსი და რაღაც კულტურული თვალსაზრისით დამახასიათებელი რამე ნიშნებით მოვლენ, განსაკუთრებით სამოსი თვალსაზრისით იქნება ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი, ასე რომ ყველას მოგიწოდებთ, რომ იაქტიუროთ და 29-ში იყოთ ჩვენთან ერთად ამ ღონისძიებაზე. აქ შეიძლება დავამატო ერთი რამ. სოფლიოში არის დაახლოებით 5 სახელმწიფო, სადაც არის ესე თქვა საბრძოლო ხელოვნება საკმაოდ პოპულარული. ერთ-ერთი არის ინდოეთში კალარი პაიაკი, ასევე თუნდაც ჩინეთში შაოლის მეომრები, იაპონია ცნობილი ამ კუთხით და ყოველდღიურად ქართული საბრძოლო ხელოვნება არის პოპულარული, ხდება ახალგაზრდებში და სწორედ ამიტომაც პირველი საგრაფო კონკურსის ფარგლებში დავაფინანსეთ ეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ ტრადიციული ჩვენებებს აღდგენას, ხოლო მეორე მხრივ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და კარგი იქნება და შავფაროსნების ინიციატივა არის, რომ ყოველწლიურად იქცეს ტრადიციად ეს დღე და გამოცხადდეს ქართული სამოსის დღეთ და შესაბამისად ეს რაღაცა გვაკლდა და მეც პირველად მაცვია ხა ეს ძალიან გიხდება. მე კიდე ანი მომეწონა ძალიან ამ ჩასმობაში როგორ უხდება ქალსა ესეთი რამზერითაც უყურებდათ ამის მოწინააღმდეგეს და ფაქტია რომ არაჩვეულებრივი სანახაობა ელოდება ჩვენს მაყურებელს. კარგია ჩვენ გადაიქცა ტრადიცია. აი მთავარია რომ ეს იყოს ანუ ეს იყოს პირველი გახსნა და მაგალითი იმისა რომ აბსოლუტურად ყოველ წელს საქართველოში გახდეს ტრადიციად, იქცეს ტრადიციად და პირიქით უფრო გამრავალფეროვდეს, უფრო ასე ვთქვათ დაიხუნძლოს სხვადასხვა ღონისძიებები და მასშტაბური იყოს და შეიძლება მთელ საქართველოშიც სხვადასხვა რეგიონებში აი ეს იმის მოპოვებას საჭიროა ჯინსებსაც არაჩვეულებრივად უხდება ეს ყველაფერი შეიძლება სამოსელი პირველში არის ერთადერთი ადგილი სადაც რეალურთან მიახლოებულს ანუ ძველთან მიახლოებულს ჩვენ გვაქვს ფორმები რაც გვაქვს ეხლა დღეს არ გვაქვს აი ბაქარსაც ჩვენ მხოლოდ ძველი ტალავარი ძველი ხო 200 წლიან ესეთ ტალავარებით ეხლა რაღაც გადაღებებია შატილში არიან ბიჭები ყველა წასული ვისაც ეს ფორმები აქვთ და მიახლოებულს ამ ძველთან ერთადერთი სამოსელი პირველია რომელიც კერავს სხვადასხვა უფრო ძვირია თუ არ ვსებით ჩოხაზე ხო უი მართლა იმიტომ რომ ეს ნაქარგის ხარჯზე ალბათ მოკლედ თუ ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლებთ როგორც აი საზღვარგარეთ რო ტარდება მათი სადაც შავფაროსნებიც მონაწილეობენ არის არა წარჩინებული კი არა გამორჩეული ბრძოლები რო ტარდება ხოლმე და კოსტიუმირებული და ხალხი რო მონაწილეობს და ჩვენ იმდენი ბრძოლა გვაქვს გადატანილი ინსცენირება შეგვიძლია და შეიძლება საერთაშორისო ფესტივალის სტატუსიც მიენიჭოს თუ რა თქმა უნდა კარგად მივხვდეთ. ნუ პირველია ახლა და დასაწყისში ჩვენერია წარმატებას გისურვებთ ყველანი.
ყველანი რუსთაველის გამზირზე 15 საათზე დაიწყება ეს ულამაზესი 29-ში და მოვიწყდა 5 საათზე რიყის პარკში გადავინაცვლებთ ყველანი და სანაგეროდ ეხლა ნინო გადავინაცვლოთ რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით სადაც არ დაგჭირდება არც ფარი, არც ხმარი, არც მათრახი, უბრალოდ პრაქტიკული რჩევები. რეზინის ხელთათმანები და წებო. Robot Queen.